უფრო ინფორმირებულები ვართ, უფრო შეიარაღებულები ვართ. როდესაც ბევრი კითხვები არის, ბევრი ესე ვთქვათ გაურკვეველი პრობლემაა, თქვენი ფუნქცია ძალიან ისეთი მძიმე და წევადი არის კონფლიქტების საკითხებში ხართ მინისტრი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ ახალ აქ ერთ-ერთი ის ჩინოვნიკი, ვინც ამ ყოველდღიური შეხება გააჩნია ამ პრობლემებთან. მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი განსაკუთრებით სექტემბერში ჩვენთან ახალგორელები მოდიოდნენ. რა სამსახურები გაგაჩნიათ თქვენ, გარდა ცენტრალური აპარატისა, რა წყაროები გაგაჩნიათ, დამოუკიდებელი არხები გაგვაუშვათ ინფორმაციის მოპოვებისა, თუ საერთო არხები და რაღაცა ულუფა თქვენსკენ მოდის. თქვენ სტრუქტურაზე მინდოდა გამოწვევით მეკითხა, რომ ვიცოდეთ რამდენად ეფექტურად მიდის მართვა ამ პროცესებისა. თუ შეიძლება რა. ხო, გეტყვით, რომ ჩვენი უწყების კომპეტენციაში შედის ორი თემა, ეს არის კონფლიქტები და ეს არის ეკონომიკური ინტერესები. ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში გაცილებით უკეთესად არის საქმე, ჩვენ ახლა სამი წარმომადგენლობა ჩვენი ოფისის გავხსენეთ ერთი ახალქალაქში, ერთი მარნეულში, ერთი საოკაში, რათა პირველ წყაროდან ვიცოდეთ ინფორმაციას. ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ეს ყველა საკითხები გადავწყვიტოთ. იყო რაღაცა სხვა თემები, რომელიც არის პერონში თავით და სხვა სოფლებში, რომელიც კახეთშია. იმიტომ რომ იქიდან რამოდენიმე ადამიანი წავიდა, ბინები გაყიდეს და შვიდობთან წავიდნენ და ეს ატრიალებს როგორც საქართველოსთან ერთად გადიან. რაც შეეხება კონფლიქტურ ზონებს, დიდგოდში პროექტად, რადგან ეს კითხვა ხდება საკმაოდ კარგად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კოეფიციენტი არსებობს ყოველწლიურად მათი წასვლისა. ეს ინფორმაცია მიგეწოდებოდათ და განეწავდებოდა. არა, რა თქმა უნდა, ენაგობა არის ბოლო წლებში. დენადობა არის, მეგეთქვით ელემენტარულად რო ჩავიხედეთ ეს სიტუაცია როგორ არის, ხო? როდესაც ხალხი გამოყარეს ცხინვალის რეგიონიდან, როგორც თქვენ ისე გამოყარეს არამარტო ქართველები გამოყარეს ოსებით, იყო ფიქრი, რომ გამოყრილი ოსები ჩავასახოთ ისეთ ადგილას, სადაც მათთვის უფრო კომფორტული იქნება, ხო, გარემო. რომ მივიდნენ ამ სოფლებში და კითხეს ვინმე ბინას თუ ტიპის, აღმოჩნდა რამოდენიმე კატეგორია ადამიანების და ესენი არიან ვისაც მოხუცები, ვისაც შვილები ყავთ ვაზი კავკასიაში და უჩვენიათ რომ შვილებთან იყოს, ის სახ ვერ ყიდი და მანამდე. ძალიან მაღალი მენსტერია. ხო, ვერ ყიდი და მანამდე და ეხლა რეალურად პირველი გამოჩნდა, ამ ხალხმა გაყიდა და მიდიან თავის შვილებთან, ხო? პრობლემები შეექმნათ მათ გადაადგილებაში, იმიტომ რომ რუსეთის ვიზა უნდა აიღო და შემდეგ ის კონკრეტული და ამან წარმოშვა ესე ვთქვათ დენადობის რაღაც კოეფიციენტის განსაკუთრება. ისე ქვეყნიდან გადის და შემოდის ქართლის, რუსის, ოსის, სომეხის და ასე შემდეგ. რაც შეეხება კონფლიქტურ ზონას. ახლა მე მგონი საიდუმლოებას არ ვიტყვი, რომ ჩვენი კონტაქტები გვაქვს აფხაზეთთანაც და ნაწილობრივ სეპარატისტი ოსების ზოგიერთ დაჯგუფებებთანაც, იმიტომ რომ არაერთგვაროვანია სიტუაცია ცხინვალის რეგიონში. იმიტომ რომ იქ არის ეგრეთ წოდებული ესეთი ხელმძღვანელობა, რომელიც უბრალოდ არის ახლა ვაგონები დადიან FSB-ში თუ სახშირად ეს ვაგონები არ ვიცი, მაგრამ მსახურობენ რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებში. ხშირ შემთხვევაში ეს არის ხალხი, რომელსაც საერთოდ ოსებთან შეხება არ აქვს და არიან ჩამოყვანილი რუსეთის რაღაც სინდირის და სხვადასხვა რეგიონებიდან. ახლა იმათთან რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს FSB-თან, ჩვენ უწყებას ურთიერთობა არ აქვს. ჩვეულებრივ ხალხთან ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები შესანარჩუნებელი, იმიტომ რომ ადრესობიან ჩვენ ამ ოკუპანტებს გავყავთ ჩვენი ქვეყნიდან და ოსებთან ერთად და აფხაზეთთან ერთად ჩვენ ვიცხოვია საუკუნეების განმავლობაში და კიდევ მრავალი საუკუნე ვიცხოვთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჭირთ ორივეს. რუსებმა ადრე ისინი შეჩეული იყვნენ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობოებს, ახლა რა სამშვიდობოები იყვნენ ისინი ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვანაირად იქცეოდა ის ხალხი. და ახლა არის საოკუპაციო ჯარები, რაც რადიკალურად ცვლის სურათს და მათთან შეგუება თქვა ადვილი ასე ვთქვათ არ არის. აფხაზებს ყველა თანამდებობაზე დაუყენეს რუსი ნამესნიკი, ცოტას მეორე მდივანის აი კოლბინის მაგარი კოლბინი კიდევ გაიგო. ინტელიგენტი კაცი იყო. და არაფერში. მათ დაუყენეს ასე ვთქვათ კონტროლიორები, ზოგიერთ ადგილას საერთოდ გაწიეს. გალში საკმაოდ შეავიწროვეს მათი ხელისუფლება აფხაზებისა
და ძლიერად რუსები აკონტროლებენ ეს სიტუაციას, უბრალოდ კი არ აკონტროლებენ, ბაღდადი მოაწყოს ნამდვილი და აწევებენ ჩვენ მოსახლეობას, ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით იქნება თუ სხვა რამე. ცდილობენ რაღაც ხუთიანი კამფეტებით მოისყიდონ და რაღაც საქონლის შეაქცია და შემდეგ. მაგრამ რა მინდა ვთქვა, რომ კი, ჩვენ აფხაზეთთან და რუსეთთან ურთიერთობა გვაქვს. ამას რა თქმა უნდა ჩვენ აფიშირებას არ ვუკეთებთ. და არც არის გასაკეთებელი თქვენ იცით ეს ყველაფერი. ამიტომ ორ სიტყვაში უნდა განვიხილოთ. ერთი არის ურთიერთობა უშუალოდ ამ თემის წარმომადგენლებთან და მეორე არის უკვე სამშვიდობო პროცესი, რომელიც სამწუხაროდ ჯერ დაწყებული არ არის, არის მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები, ან დიალოგები, როგორც მას უძახიან, გადაიზრდება ნამდვილ სამშვიდობო პროცესში. რა თავისი გარდაუვალია, იმიტომ რომ აი რა უნდა გააკეთოს. ხელობით გაიწერება ძალიან მომაბეზრებელია, ჩვენც მომაბეზრებელია, მინდა გითხრათ, რომ არანაირად ჟენევაში დასვლა არ მიხარია. ჟენევაში ალბათ ცხოვრება კარგი, თორე იქ ჩასულა და ზვირია სოჭრეს იქ ცხოვრება. ალბათ. მაგრამ ჩვენთვის ამთავრებელი წერტილი რა არის? პირველი, რომ ეს კონფლიქტი არის არა ქართულსა და რუსეთსა და არა ქართულსა და აფხაზეთს შორის, ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი. ერთი კონფლიქტი ორ რეგიონში. მეორე, რომელიც ასახულია სხვათა შორის ჟენევის ფორმატში, იქ არის სამი სახელმწიფო, საქართველო, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია. არავინ არ მოითხოვოს და არ გითხრათ, რომ ის ვინმე სეპარატისტი აფხაზები და რუსები არიან წარმოდგენილი როგორც საერთო ქვეყანა. წყვილია დოკუმენტებს განახილვა. ამის პარალელურად არის მეორე სამუშაო ჯგუფები თემატიკის მიხედვით, რომელზეც დაპატიჟებული არიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენლები და ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით წარმომადგენლები არიან არა მარტო სეპარატისტული მხარიდან, ესენი წარმოადგენენ მოსახლეობის რაღაც ნაწილს და არა სახელმწიფოს, ისევე ის წარმოადგენლები არიან ის ხალხი, რომლებიც გამოყარეს და მათი წარმომადგენელი. ეს იყო ჩვენი პრინციპული მოთხოვნა და მე ხშირად მისვენებ და ძალიან სწორად მისვენებ კითხვას, რომ მოლაპარაკების პროცესში ომამდე ლაპარაკი რატო არ არიან ჩართულები დევნილები. და მე მაშინ თქვი პარლამენტში როცა იყო ჩვენი კანდიდატურის განხილვა, რომ ჩვენთვის ეს არის პრინციპიული საკითხი, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს ხალხი, ვის იქიდან არის გამოყენებული. იმიტომ რომ ამორალურია დაუშვათ აფხაზეთზე ლაპარაკი, თუ მარტო ელაპარაკები შენ რუსები და ვიღაცის რუსების დამხაშები ვინც არიან. აი ეს არის არუშევდნენ ამენად. ეს აფიჟბაია რომ დაკავდი კი იმადა. ამდე რატო არუშევდნენ? ამდე უფრო მეტ გეტყვი რა, ამდე გოგზეოდნენ რუსები თურმე არიან შეტობის მყოფელები და მას უნდა აუცილებლად ველაპარაკოთ. ჩვენ რომ მოგნევდით, რომ ეხლა საქართველოს მელას ჩააბარო, ეგეთი სიტუაციაა, ხო? თურმე რუსეთი არის შეტობის მყოფელი. ბოლოს ხულაძე ეს ფაქტს მე გაეროში გავიდა და დადებითად აფასებდა ეს კალბატონი ჩვენ სწავლობასთან ერთად რუსების საქმიანობას აფხაზეთში. ჩვენს ყველს უკრავდით ხალხს. ნუ ეხლა მელას რომ საქართველოს ჩააბარო ესე იქნება. რა ყურებასწრებოდით ხალხს? როდესაც რა კარგად მახო რა სხვა ინსტრუმენტის ქონდა რომ არ დასახლებულიყო. ეს ხო ჩვენზე არ არის მარტო დამოკიდებული. ეს არის რა ჩვენზე იყო. არა, ეს იყო ჩვენი პოზიცია, რასაც ჩვენ არაერთხელ ვეუბნეოდით. აი მე გეტყვით ერთი ისტორია, რომელიც შეიძლება ახლა არ უნდა ლაპარაკობდე, მაგრამ სადღაც ზაფხულის გასაწყისში მას მერე რაც რუსებმა იქ შემოიყვანეს სადესანტო ჯარები და დაიწყეს მერე სარკინიგზო ჯარების შემოყვანა. იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ჯარები გამოვაცხადოთ კანონგარეში. ანუ დსთ-ს ფარგლებში მათ ჩამოართვათ სამშვიდობოების სტატუსი. თქვენ უნდა გენახათ რა შესაშური ერთიანობით შემოგვიდგეს დასავლეთთან და მეგობრებთან. მახსოვს ეს პერიოდი. ამ რეალობაში არის მითხარით ეს მარტო ჩვენ ძალებს ვერ იყოს ლაპარაკი და მარტო ჩვენ ვასკაცობაზე დიდი ხანია ეს ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ გვექნებოდა, მაგრამ როდესაც ეს თემებია, სადაც შენ საერთაშორისო ხარდაჭერა გჭირდება, გინდა თუ არ გინდა, გიწევს ისეთ ნაბიჯებზე წასვლა დიპლომატური თვალსაზრისით, რომელიც ფაქტორი შეიძლება